ვის როგორ წარმოუდგენია ოლიგარქის დამარცხება. პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის ბოლო ინტერვიუ, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საერთო კოორდინაციის საჭიროებაზე საუბრობს. თუმცა ის მიიჩნევს, რომ ერთი ქოლგის ქვეშ ყველას გაერთიანება უპერსპექტივოა და ეს კვლავ ერთპარტიულ მმართველობამდე მიგვიყვანს. მედიის ყურადღება დღეს ლევან ხაბეიშვილის კომენტარმა მიიქცია, რომელმაც ზურაბიშვილი მწვავედ გააკრიტიკა. თამარ დემეტრაშვილი დეტალებით. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება. პირველად ოპოზიციური ფლანგიდან დღეს ღიად გააკრიტიკეს სალომე ზურაბიშვილი. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ის პრეზიდენტი აღარ არის, შესაბამისად მისი როგორც პოლიტიკოსის აქტუალობა უკანა პლანზეა მისთვის პირადად. დიდი ალბათობით ხაბეიშვილის ეს შეფასება ზურაბიშვილის პოზიციას უკავშირდება, რომელიც ოპოზიციის არა გაერთიანებაზე, არამედ პოლიტიკური ძალების მხოლოდ კოორდინაციაზე საუბრობს. ასევე ეს უკავშირდება ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის არ შეწყალებას. მოვისმინოთ ჯერ ხაბეიშვილის პოზიცია. მე არ ვიცი რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესიც არ მაქვს რას საუბრობს ეს ადამიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ და ძალიან მარტივი რამ მინდა ვთქვა. ძალას უნდა დაუპირისპიროთ, ძალა და კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან. დანარჩენი რაღაცა კოორდინაციას ამას ვიზა მე ხვალ სხვა რაღაცას იტყვიან, ეს შეიძლება კიდე სხვა რამე, ჩემთვის არ არის საინტერესო და ვისაც ეს საინტერესებს, მან უსმინოს აღარ არის პრეზიდენტი, ხო? ანუ ის არ არის ამ თანამდებობაზე. დღეს მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი ყავს დღეს ქვეყანას, ასევე სალომე ზურაბიშვილის რაღაც დროის შემდეგ ვადახო გაზდიოდა რა, ანუ ეს ხო ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, დღეს მდგომარეობით ეს ადამიანი ჩემთვის არ არის საინტერესო. განსხვავებულია პარტიის ლიდერის და კოალიციის სხვა წევრების პოზიციები. თინა ბოկუჩავა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობს, ამბობს, რომ 31 მარტის ვადაა, როცა ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ ერთობა შესაძლებელია. სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაციას მხარს უჭერს კოალიციის მეორე სუბიექტის სტრატეგია აღმაშენებელი. გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. მე იმედი მაქვს, რომ 31 მარტი იქნება ამის შესაძლებლობა და ეს ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ეს ერთობა მართლაც არის ეფემერული, არარეალისტური და утоპიური, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბის საუბარი აღნიშნულზე და ყველა პარტიამ იმოქმედოს საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ნაციონალური მოძრაობა იცით და ამაზე კონფერენციაზეც კიდევ ერთხელ ვისაუბრებ. ყველა თვალსაზრისით ხელს უწყობს გაერთიანებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა გამარჯვებისთვის. კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია თავის ბრენდით, სახელით პოზიციონირებს, მაგრამ კოორდინაციაში არიან რაღაც საკითხებზე ერთმანეთში. კოორდინაცია მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა. მაყურებელს შევახსენებთ, რომ 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის გამართვის დღეს იგეგმება დიდი საპროტესტო აქციის ორგანიზება. მანამდე კი ოპოზიციურმა ფლანგმა უნდა მოახერხოს საერთო საკოორდინაციო ფრონტის შექმნა. ამ თემებზე სამჯერადოდ ოპოზიციური პარტიები შეხვედრებს სწორედ სალომე ზურაბიშვილთან მართავენ.